დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, კიდევ ერთხელ მივესალმოთ მაყურებელს და უსურვოთ წარმატებული და ბედნიერი დღე. და მივესალმოთ კიდევ ერთხელ ჩვენს კოლეგას ლევან ჯობავას, რომელიც გვერდთობა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, სადაც გაიხსნება საერთაშორისო საზაფხულო სკოლა. ლევან, კიდევ ერთხელ დილამშვიდობის. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა და მეც თქვენს და მაყურებელსაც უსურვებ ესე იგი წარმატებულ და შედეგიან დღეს. შეგახსენებთ, მე ვიმყოფები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში და ჩემთან ერთად არის საზაფხულო სკოლა ქართული დამწერლობის პროექტის მენეჯერი ქალბატონი ირინა გოგონაია. მოგესალმებით ქალბატონი ირინა და შეგახსენებთ, რომ ეს საზაფხულო სკოლა უკვე 3 წელია იმართება. 3 წელი ამ პროექტს მასპინძლობს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს ეწვია 10 ქართველოლოგი სხვადასხვა ქვეყნიდან და პირველ რიგში ძალიან მალე აქვე დაიწყება რეგისტრაციის პროცესი და ამ პროცესს ჩვენ პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ და ქალბატონი ირინა, მე მაინტერესებს რა თემებს იკვლევენ ის ქართველოლოგები, რომლებიც არიან ჩამოსულები. როგორც თქვენ ახსენეთ, 10 მონაწილეა 8 ქვეყნიდან და მათი შერჩევის კრიტერიუმი იყო სწორედ ის, რომ ისინი იკვლევენ საქართველოს ისტორიას, ხელოვნებად მცოდნეებიც არიან. შესაბამისად, ამის გამო მოხდა მათი შერჩევა, როგორც ჩვენი საზაფხულო სკოლის მონაწილეებისა. და მაინტერესებს, ანუ მათივე თემებიდან გამომდინარე ხდება მათთვის პროგრამის შერჩევა თუ პროგრამა რაღაც ზოგადი კურსი არის? პროგრამა არის შემუშავებული ცენტრის ინტერესებიდან გამომდინარე. მისი სახელწოდებაა ქართული დამწერლობა და არც არის გასაკვირი, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მასპინძლობს და ორგანიზებას უწევს ასეთ სკოლას. პროგრამა სკოლის არის საკმაოდ დატვირთული. 10 დღის განმავლობაში მონაწილეებს ჩაუტარდებათ 22 ლექცია 5 მოდულის მიხედვით. მოგახსენებთ ამ მოდულებს, ეს არის ქართული დამწერლობის განვითარების ეტაპები, ქართული ხელნაწერი წიგნი, ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნები. რასაკვირველია, ერთი მოდული ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც არის მასპინძელი. 22 ლექციის გარდა ტარდება 3 ვორქშოპი, ასევე თემასთან დაკავშირებული. და ექსკურსიებიც არის დაგეგმილი როგორც? რასაკვირველია, ძალიან საინტერესო კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამას ვთავაზობთ მონაწილეებს. ყველაფერი არის თემატიკასთან, ქართულ დამწერლობასთან დაკავშირებული. ჩვენ შეგვიძლია უკვე მეგონი რეგისტრაციის პროცესი დავიწყოთ და მაყურებელსაც ვაჩვენოთ თუ როგორ გადიან ქართველოლოგები, 8 ქვეყნიდან ჩამოსული 10 ქართველოლოგი როგორ გადის რეგისტრაციის პროცესს და ჩვენ კიდევ ერთი კითხვა მექნება, ანუ როდის დღეს დაიწყება უკვე ეს კურსი და დამთავრდება 25 ივლისს. დიახ, აი პირველ დღეს ექნება 3 ლექცია. პირველი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, შემდეგ ქალბატონი მზე ქალაშანიძე ჩაატარებს ლექციას ქართული ენა და ბატონი ზაზა ალექსიძე ქართული დამწერლობა, მისი განვითარების ეტაპები. ამ 3 ლექციის შემდეგ გვექნება კალიგრაფიის ვორქშოპი, სადაც მონაწილეები ისწავლიან მხედრული დამწერლობით წერას, ასოებს, ორნამენტების შესრულებას, საზედაო ასოების შესრულებას. ძალიან საინტერესო იქნება ამის ნახვა. დახურვისას, იმიტომ რომ შემოგთავაზეთ მათ მიერ შექმნილ პროდუქტს. ესე იგი ხელნაწერ წიგნს, რომელიც შესრულებული იქნება მათი კალიგრაფიით. და ეს საჩუქრად ხوار გადაეცემოთ თავისი. ეს უკვე აპრობირებულია და მათი გაკეთებული ხელნაწერი წიგნი, რომლის ქაღალდსაც თვითონ გააკეთებენ ქაღალდის ვორქშოპის ფარგლებში, ანუ ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო პრაქტიკული მეცადინეობა, როდესაც ძველი ქართული სამწერლობო ძეგლების რეცეპტების მიხედვით ისინი შექმნიან ქაღალდს და ამუშავებენ მას, საწერად მოამზადებენ და შემდეგ აი მათ მიერ შექმნილ ქაღალდზე შექმნიან აფორიზმს, გადაწერენ აფორიზმს და უკვე აი ასეთი სახით ყოველგვარი შემკული, დამუშავებული ორნამენტით შემკული საზედაო ასოთი მათ გადაეცემათ საჩუქრად. ესე იგი, საზაფხულო სკოლის ფარგლებში საქართველოში მყოფ ქართველოლოგებს ძალიან ბევრ საინტერესო ლექციასთან ერთად და ექსკურსიასთან ერთად ერთი სამახსოვრო თავისივე შექმნილი ქართული წიგნი გაყვება, რაც მთავარია. მე თამანა კაკუბაოს ვთხოვო ჩვენს მეგობარს, რომ აი დავიწყოთ უკვე რეგისტრაციის პროცესი და შეგახსენეთ, საზაფხულო სკოლა გაიმართება გაიხსნება დღეს, რეგისტრაციის პროცესი უკვე იწყება და გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში. ამ საზაფხულო სკოლის ფარგლებში 10 ქართველოლოგს, რომელიც 8 ქვეყნიდან ეწვია საქართველოს, ჩაუტარდება სხვადასხვა ლექცია და გაიმართება რამდენიმე საინტერესო ექსკურსია. აი ვხედავთ კადრში, მინდა ოპერატორს ვთხოვო აჩვენოს, როგორ გადიან რეგისტრაციას მონაწილეები. ეს არის ქალბატონი ისრაელიდან, რომელიც ქართულ ეკლესიებს იკვლევს, როგორც მე ვიცი. დიახ, ეს არის ხელოვნებად მცოდნე, რომელიც სწორედ იკვლევს
ქართული ეკლესიების ფასადებს და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ძვირფასი მონაწილე ჩვენი ქართოლოგიის საზაფხულო სკოლა. კარგით, მე დაგემშვიდობებით, რეგისტრაციის პროცესი გრძელდებოდა, შეგახსენებთ, საზაფხულო სკოლა გაიხსნა დღეს და გაგრძელდება 10 დღის განმავლობაში ლექციები და ექსკურსიები, სადაც ქართოლოგებს საშუალება ექნებათ კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამ გაიგონ საქართველოს და რაც თავარია ქართული დამწერლობის შესახებ. დიდი მადლობა ლევან, ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიეწოდა ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, იმაზე ვფიქრობდი